ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორი მამუკა მაჩაიძე უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მინდა თავდაპირველად შეფასება მოვისმინოთ თქვენგან, აი თქვენ როგორ ხედავთ საქართველოში არსებულ ვითარებას ახლა. სტატისტიკას ადევნებთ ბუნებრივია თვალყურს, გესმით განცხადებები, ის ინფორმაცია რაც საჯაროა, რა შთაბეჭდილებას გიქმნით, რა ხდება კოვიდის მხრივ საქართველოში. მოგესალმებით ვახო, მადლობა მოწვევისთვის. ანუ არაფერს განსაკუთრებულს არ ვიტყვი, ალბათ ნამდვილად არის საყურადღებო სიტუაცია. სტატისტიკა რთული, ამ ეტაპზე ძალიან რთულია მისი ინტერპრეტაცია. თქვენ იცით, რომ ჩატარებული ტესტების რაოდენობა, ამ პროპორციით დადასტურებული შედეგებისა ძალიან რთულია, რომ რამე ნამდვილი სურათი მივიღოთ. ერთადერთი შეგვიძლია მხოლოდ ტენდენცია დავინახოთ, რომ ამ წუთას მივდივართ პიკისკენ. ბუნებრივია ყველაზე მთავარი მე და მეორე მაჩვენებელი, რაც ასევე ტენდენციას ასახავს, რა თქმა უნდა, არის ციკლობა, როგორც აბსოლუტური რიცხვი, ასევე პროპორცია ციკლობის, რომელიც დაახლოებით 1%-ს უახლოვდება, თქვათ, ჩვენ შემთხვევაში, აი ამ კვირის მონაცემებით უკვე. თავარი პრობლემაა, როგორც თქვენმა წინასწარმოებმა აღნიშნა, არის, რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა 35% და ზემოთ, 90%-ზე ზემოთ უკვე ჰოსპიტალიზირებული პაციენტების პროპორცია არის საგანგაშოდ დიდი და ეს ამ რისკმა თუ როგორღაც არ დაიწია, როგორღაც თუ არ დავწიეთ, ვერანაირად ვერ გაუძლებს ამ ზრდას, რიცხვების ამ რაოდენობას. აი ამ საკითხზე შევჩერდეთ, თუ შეიძლება, ესე იგი, ნორმის ფარგლებში არის სადღაც 15-20% რისი გაძლებაც შეუძლია არა ჰოსპიტალურ სექტორს. რატომ გვაქვს ჩვენ 35%-ის ფარგლებში, 30 ზემოთ, რა განაპირობებს ამას? ნუ ბევრი მიზეზი, ხო? ანუ ნაწილობრივ პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც თქვენ შეეხეთ, არის ხალხის ნაკადის დაუბალანსებლობა. კერძოდ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ ჰოსპიტალიზაცია დავწიოთ, პირველი ყველაზე ძლიერი მექანიზმი ამის არის პერიფერიაზე კარგად მუშაობა. ანუ სახლებში უნდა დავტოვოთ მაქსიმალურად ის ადამიანი, რომელსაც არ ჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ხო, ანუ აღარ გამეორდები, მაგრამ აი ბევრი ერთ-ერთი მექანიზმი, აი ჩვენი შესანიშნავი კოლეგა დათო ბრელაშვილი ტელემედიცინით რაც დაიწყო, ექიმთან წვდომის ნაკადის დაბალანსება, ანუ ეს აბსოლუტურად გაკეთებადი თემაა. მეორე რაც მინდა აუცილებლად ვახსენო, ხო, აი წარმოიდგინეთ, როგორც მე მესმის, საუბარია სულ 12,000 საწოლ. ამ საწოლების რაღაც რაოდენობა, ну ალბათ დაახლოებით მე-13 ზუსტად არ ვიცი, საჭიროა არა COVID პაციენტებისთვის. ხო, წარმოიდგინეთ 5 ძირითადი ჯგუფი, რადგან მე ვფიქრობ, როცა ვამბობ არა COVID პაციენტებს. ეს არის გულსიზრხთა დაავადება, ეს არის ინსულტი, ანუ ნევროლოგიური დაავადებები, ეს არის ონკოლოგიური დაავადებები, ეს არის ტრავმა და ეს არის ყველა დანარჩენი. ანუ ფილტვის დაავადება, სხვა ინფექცია, რომელიც COVID-ი არ არის, მაგრამ ურგენტული ჩარევა ჭირდება. აი ამ 5-დან პირველ 4-ს ჭირდება სპეციალიზირებული მოვლა. ხო, ანუ ნებისმიერი ექიმი ვერ მოუვლის. ჭირდება სპეციფიკური კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი, ონკოლოგი, ხო, რომელსაც აქტიურ ქემოთერაპიას გადის მაგათ ასეთი პაციენტები. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს ბევრი სპეციალიზირებული კლინიკა, რომელსაც შეუძლია ჩვენ COVID-ის ფუნქცია ამ შემთხვევაში ჩამოვაშოროთ და ეს ნაკადი, არა COVID-იანების ნაკადი, მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მივმართოთ აი ამ კლინიკებისკენ. ეს გამოანთავისუფლებს საწოლებს უკვე COVID-დან ნახევრად ეგრეთ წოდებულ ჰიბრიდულ კლინიკებში. რატომ ამბობ ამას და რატომ გონია რომ უფრო პრაქტიკულია, იგივე აი საველი კლინიკა ახსენა თქვენმა სტუმარმა, ხო, ანუ მე პირადად აქ მივიღე მონაწილეობა ერთ-ერთ COVID-ის კარავის აგებაში, რომელიც არ იყო საველე, ეს იყო ტესტირების სულ სხვა ფუნქცია ჰქონდა. ვერ აგიღწერთ, რამხელა შრომასთან არის ეს დაკავშირებული, რამდენი მცოდნე ადამიანი უნდა, რამდენი დრო უნდა და ფინანსები და რესურსი. ამიტომ მე არ მგონია რომ ამდენი დრო ეს ჩემი აზრი, არ მგონია რომ ამდენი დრო გქონდეს და ეს პრაქტიკულად გაკეთებადი იყოს შემდეგ თვეში. აი მამუკა, ჰიბრიდულ კლინიკებს შეეხეთ თქვენ და ამის ხარჯზე ფიქრობთ რომ გამოთავისუფლდეს ადგილები და ნუ სპეციალიზებულში წავიდეს, მაგრამ თავად ამ
ჰიბრიდულ კლინიკებს რა ბედი ელის ფინანსურად, ესე ძალიან საინტერესოა და ჩვენ მივდივართ თუ არა საქართველოში იმისკენ, რომ ძალიან სერიოზული კონფლიქტი გვექნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აი კოვიდის ნიადაგზე. მე როგორც ერთ-ერთი კლინიცისტი მოგახსენეთ ჩემს აზრს და არა როგორც თქვათ ამ შემთხვევაში მენეჯერი კლინიკის, ხო? აი ჩვენთან მაგალითად ამერიკაში ხო ცხელების კლინიკის გზით ეს ქვეყანა არ წავიდა, ხო? ანუ აქ პაციენტი არ კითხულობს სიცხე მაქვს, რომელ კოვიდ კლინიკაში წავიდე. აქ პაციენტი კითხულობს სიცხე მაქვს, რომელ ემერჯენსიში წავიდე. აქ არ იყოფა ჰოსპიტლები, ხო? პაციენტი მოდის ემერჯენსიში, ყველა ემერჯენსიში მოსულ პაციენტს უკეთება კოვიდ ტესტი. აი მოვიდა ფეხის მოტეხილობა, თავის ტკივილით, ხო? არა აქვს მნიშვნელობა, ყველა შედგამს თუ არა ფეხს ემერჯენსიში უკეთება კოვიდ ტესტი. თუ ტესტი მოდის უარყოფითი და ეჭვიც ნაკლებია, ხდება ტრიაჟი შესაბამის სართულებზე. მაგალითად, ჩემს კლინიკაში ერთ-ერთ კამპუსზე მერვე და მეცხრე სართული აქვს დათმობილი კოვიდს. ის არის მხოლოდ კოვიდი, ერთი ინტენსიური მთლიანი გადაკეთებულია კოვიდად, ამაში სხვათა შორის თვეების შრომა წავიდა. ამიტომ ამ კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ ეს როგორც ჰიბრიდული მოდელი, ხო? მაგრამ მე და ანუ საწოლს როცა ვამბობ, საწოლს ბუნებრივი არ გულისხმობთ, უბრალოდ დასაწოლ საწოლს, ხო? ამას მოყვება ტრენირებული ექთანი, ექიმი და ძალიან დიდი მასალა, ხო? მათ შორის აღჭურვილობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის მე დამოკიდებულება მესმის ასე. ხო, ანუ კერძო სექტორი ამბობს, რომ მე გამოვათავისუფლებ საწოლებს და აღარ უნკუნალებ ჩემ გეგმიურ პაციენტებს ან სხვა მიზეზით მოსულ პაციენტებს, ამით დავკარგავ მე თანხას, შემოსავალს, მაგრამ თქვენ და დაგითმობთ კოვიდისთვის და მე ვმართავ ჩემი სტაფით კოვიდს. მაგრამ თქვენ ამისთვის მომცემთ აღჭურვილობას, მომცემთ კარგ გაიდლაინს, რომელშიც გაწერის კრიტერიუმებია, გააკონტროლებთ ხარისხს და მომცემთ რაც თავარია დაფინანსებას. ამაში. და დაფინანსებაზე არ არის საუბარი ვიღაცის მოგებაში წასვლაზე, ხო? მაგრამ იმ მინიმალურზე, რომ იმ ჰოსპიტალმა მართოს ეს პაციენტები ადამიანურად და მოემსახურა თავის სტაფს ხელფასი გადაუხადოს, ყველაზე ცოტა ეს მაინც უნდა გაკეთდეს თუ არ კეთდება. აი ჩემი აზრით, აი კონფლიქტ დამოკიდებულება ამაშია ყველაფერი, არ შეიძლება უბრალოდ უთხრა კერძო სექტორს, რომ ჩვენ ომში ვართ და თქვენი ჰოსპიტალი ეხლა გახდება კოვიდი, მე ვიცი რომ რამდენიმე სართული ზოგმა კლინიკა ხო, მაგრამ ეს რაღაც საზღვრულ დონემდე შეიძლება მოხდეს. ანუ ჩემი აზრით, აი ეს შეთანხმება მესმის, აი რა მაინტერესებს, იცით, როდესაც აი თქვენც თქვით და ყველა ამას ამბობს, რომ ჩვენ პიკს ვუახლოვდებით ახლა. და რეალურად არც ვიცით რამდენი ინფიცირებული ყავს, იმიტომ რომ რამდენიც გაიტესტება, იქიდან ვანგარიშობ, ხო, შემდეგ რამდენი დადებითი წამოვა. რეალურად უფრო მეტია გაცილებით. როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, აი ამ ეტაპზე შესაძლებელია რომ აი იმ სისტემის ასე ვთქვათ, არ ვიცი რა ვუწოდო, გადახალისება თუ თავიდან აგება დავიწყოთ ახლა სისტემას, რომელსაც როგორც ვნახეთ, ყველა კომპონენტში პრობლემა აქვს. ეს როგორ უნდა გამოსწორდეს და ეს შესაძლებელია თუ არა საერთოდ თქვენი აზრით? ხო, ანუ გავყოთ ისევ, ხო, თუ შეიძლება, აი თუ საუბრობთ სისტემაზე, ჰოსპიტალური სექტორი და გვაქვს ყველაფერი რაც ხდება ჰოსპიტლამდე, ხო? ანუ პირველადი ჯანდაცვის სკოლი, რომელსაც საერთოდ ცალკე თემაა. ჰოსპიტლის ნაწილში ინფექციის კონტროლი, როგორც ასეთი, აი ინფექციის კონტროლი არის ცალკე დარგი. ამის ფეხზე დაყენება და ანუ ამაში 3-5 წელი სწავლობენ და თითოეულ ჰოსპიტალს ყავს მიმაგრებული თავისი ჯგუფი. ანუ ინფექციური განხრა ასეთი. ეხლა ამის აწყობა ვერც ამ 3 თვეში და ვერც ახლა ვერ მოხდებოდა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და იმედი მაქვს, რომ როდესაც აქამდე მივალთ, მაგრამ რადგანაც ინფექციის კონტროლი ჰოსპიტალში, ჩვენს ჰოსპიტალებში უმეტესად ისედაც არ მუშაობს, ისედაც არ არის გამართული, ეს ართულებს ჰიბრიდული კლინიკის ფუნქციას. და მაშინ ჯობია რომ მთლიან ჰოსპიტალს დავარქვათ კოვიდი და ვიცოდეთ რომ ყველა ვინც იქ მივა არის, ან უმეტესობა ვინც იქ მივა არის დაინფიცირებული. და ვისაც ჭირდება სპეციალიზებული
უნალობა გაუშვათ სხვაგან. კი ბატონო, და ბოლო შეკითხვას გამოსავალი ვახო, უბრალოდ მესმის. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ უფრო გლობალური მასშტაბის, ასე ვთქვათ, ეს არის ვაქცინა, რაღაც ოპტიმისტური ინფორმაცია მოდის და მაინტერესებს თქვენ იზიარებთ თუ არა ამ ოპტიმიზმს, ან საქართველოში ალბათ ეს ძალიან გვიან იქნება, ვიდრე სადმე სხვაგან, მაგალითად იქ სადაც თქვენ ხართ, მაგრამ აი ეს რა მოლოდინს გიქმნით ეს ცნობები, რაც ვრცელდება ვაქცინაზე? მოგახსენებთ, მე მგონია რომ უფრო მალე იქნება საქართველოში ვიდრე ჩვენ მგონია. გეტყვით რატომ? მოკლედ პირველ რიგში უნდა აღნიშნო ეს პირველი ორი აღარ განმეორდებით თქვენ იცით რომ არის ეს RNM-ის პლატფორმაზე დამზადებული ვაქცინები, ეს რომელიც თავისთავად რიცხვები რაც დაიდო არის უდიდესი გამარჯვება მეცნიერების, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ასევე იცით თქვენ რომ ამ ლოგისტიკურად შენახვის გადატანის ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ ისტორიულად, ყველა ამ ტექნიკას ზოგადად ეს აქვს. მაგრამ აი მესამე ვაქცინა უკვე AstraZeneca შემდეგი რიგში რომელიც დგას და ამის შემდეგი ორი კიდევ ანუ ცილოვან პლატფორმაზე, ეგრეთ წოდებული ვექტორულ ვირუსზე და ცილოვან პლატფორმაზე დამზადებული ვაქცინები ინახება ჩვეულებრივ მაცივარში. აი თქვენ რომ გაქვთ სახლში და მე, ანუ შენახვის და გადატანის პრობლემა არ აქვს. და ბევრი დრო აღარ დარჩა უკვე Johnson & Johnson, Sanofi, აღარ დავასახე Glaxo და ასე შემდეგ დგანან რიგში და უკვე ამთავრებენ მესამე ფაზას მალე. და ამათი რიცხვებიც უკვე ერთ თვეში თქვენ და შემდეგ დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის. მამუკა მაჩაიძე იყო ჩვენი სტუმარი.